მართა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი თანაპარტიელები და ადვოკატები სასამართლოს ამ წუთებში მიმართავენ. ის ბრალდებულია ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზეც, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობს. ამ განხილვებს ხოშტარია პროტესტის ნიშნად არ ესწრება, ისევე როგორც მისი თანაპარტიელი ნიკა მელია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ და სასამართლომ მოულოდნელად სხდომების განრიგი შეცვალეს და განხილვები დააჩქარეს, სხდომები კვირაში ორჯერ იმართება. ბრალდებული 8 ოპოზიციონერი ლიდერია: მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების ლიდერებს საბოტაჟის გარდა უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებასაც ედავება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა მოწმეების გამოკითხვას გააგრძელებს. რა გეგმა აქვს პროკურატურას და რა ხდება ამ წუთებში სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში ტარდება? ფორმულას ჟურნალისტი დია ბაძაღუა გვერდდება სასამართლოდან დეტალებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 1 საათია, რაც ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში დარბაზში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბადრი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და ზურაგირჩი ჯაფარიძე, ბრალდებული პოლიტიკოსები. როგორც უკვე მოისმინეთ, ერთ-ერთი მათგანი ნიკა გვარამია ჩვენთან საუბარში პროცესის დაწყებამდე განმარტა ის, რომ ის აყენებს შუამდგომლობას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმეზე არის ასევე ერთ-ერთი ბრალდებული პოლიტიკოსი. ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძე არის ვალდებული, რომ განიხილოს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ მძიმე. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, გრძელდება კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. პროკურორის თქმით, დღეს დაიკითხება 7 მოწმე, რომელთა შორის არიან გამომძიებლები და ასევე პარლამენტის თანამშრომლები, რას იტყვიან ისინი სასამართლოზე არის ჯერჯერობით უცნობი და რა კითხვები ექნებათ მხარეებს და ამას ჩვენ გავიგებთ მხოლოდ მას შემდგომ, რაც პროცესი დასრულდება მხარეების მხრიდან, რადგან როგორც იცით, პროცესი არის დახურული მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით. რა კომენტარები გააკეთეს მხარეებმა, როგორც პროკურორმა, ასევე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, თქვენ შეგიძლიათ რომ მათი კომენტარებიდან მოისმინოთ. არაფერი ახალი არ ხდება, წინაზე იყო უბრალოდ ერთი პოლიციელის დაკითხვა, რომელიც კურირებდა რაღაცა ჩხრეკას ერთ-ერთ ოფისში და რომელმაც ვერ ახსნა საერთოდ ეს ჩხრეკა იყო, თუ რა პროცედურა იყო, ვერ მივუთით და ვერც ერთი მუხლი საერთოდ რა პროცედურა ჩატარდა იქ. და თვითონაც წარმოადგენა არ ქონდა კონკრეტულად რა მუხლის მას ასრულე და უბრალოდ ამბობდა, რომ მე უფროსი ვარო და რაღაცა მევალება ეგეთი რაღაცებს კეთება. ეს იყო რაც იყო წინაზე. ამის იქით არის. დღესაც საერთოდ რაღაც მოწვევი მოვლენ და ალბათ რაღაც მსგავსი ლაპარაკებენ. ამ ყველაფერს არაფერი საერთო არ აქვს. იმ ბრალთან, რომელიც ჩვენ გვაქვს იქ, რომ ადამიანი არის ამ შემთხვევაში ბრალდებული, წაყენებული. მათ შორის მასალებში არის სრული გაუგებრობა, კაც მარიცის რა წყრია იქ 45 ტომია, ვის მიესადაგება ეს ყველაფერი. მაგიტო არ ხსნიან ამ სტომას, რომ ადამიანებმა არ დაინახო რა ხდება სტომაზე და რისი განხილვა არის სინამდვილეში. ანუ ჩვენ წინა სტომაზე და იმის წინადაც მოვითხოვეთ, რომ გახსნან, ვითხრეს არა, მე მოვითხოვეთ, რომ გახსნან მარტო მედიისთვის მაინც, ვითხრეს არა, ბოლოს მოვითხოვეთ, რომ გახსნან თუნდაც მარტო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის და გვითხრეს არაო. არგუმენტი რატომაც გონია არაო, არის ის, რომ შეიძლება დიპკორპუსმა მედიამ დარბაზში დებოში მოაწყოს. ამას გეუბნებიან სერიოზული სახით. უსამართლობას და ზეწოლას უნდა უპასუხოთ სიმშვიდით, ერთიანობით, რწმენით და ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი აი ამ დევნაზე და ამ უსამართლობაზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი წონასწორობის დაკარგვა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ამიტომ მას ჩვენ უნდა შევეგებოთ და დაუპირისპიროთ, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, სიმშვიდე, რწმენა და საზოგადოებას აუცილებელია მოუწოდოთ ერთიანობისკენ, გადალახვისკენ წინააღმდეგობის განსხვავების. დაიკითხება 7 პირი, ერთ-ერთი მათგანი იქნება პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც დეტალურად მოგვაწვდის ინფორმაციას პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ასევე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ასევე დაიკითხება გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედების უშუალოდ პარტიების ოფისების ჩხრეკასთან დაკავშირებით და ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე და ფლობენ ინფორმაციას საქმეზე ბრალდებული პირების ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებების შესახებ. ეს
საქმე ფასდება ოპოზიციის დევნისა და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად. სამართლებრივ შეფასებას კი აკეთებენ ადვოკატები ამასთან დაკავშირებით და ამბობენ იმას, რომ საქმე არის ბრალდებული, რომელიც ასევე არის საკმაოდ მოცულობითი, თუმცა აბსურდულია ეს მტკიცებულებები, რომელიც არის მოსებული ამ საქმეში და მათ შორის არის პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული და მიცემული ინტერვიუები, ასევე წერილები საერთაშორისო პარტნიორებთან. დღევანდელი პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, 6 საათამდე არის გაწერილი პროცესი და სხდომის დასრულების შემდგომ გავიგებთ უფრო მეტ დეტალებს, რაც შეეხება სასჯელს, რომელსაც ითვალისწინებს აღნიშნული ბრალი, იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ გაიზიარებს პროკურატურის არგუმენტებს სასამართლო ყველაზე მძიმე სასჯელი 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 3 ოპოზიციონერ პოლიტიკოს, მათ შორის არიან ელენე ხოშტარია, ზურაგ ირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.